განუყურებთ მე-9 არც 9 საათზე ნათია ლაზაშვილთან ერთად საღამო მშვიდობისა რამდენიმე წუთში თქვენ ნახავთ. პირველი პრესკონფერენცია პრემიერის რანგში 150 ჟურნალისტი და 2 საათნახევარი კითხვა-პასუხის რეჟიმში. იცი თუ არის თქვენთვის ცნობილი სად არის ადეიშვილი? მე არ ვიცი მაგისტრო ნამდვილად არ მქონდა ის არ ვიცი ის გაქცეული არჩევა რომ დაუძახონ არ ჩამოვა ადეიშვილი ესე გაქვს წარმოდგენილი აი იგი გამოძიება რომ დაინტერესდეს შემთხვევით მე არ ვიცი არ უპასუხებს კითხვებს რა მეყოს იძინა ივანიშვილი ძველდა ახალ მთავრობაზე საარჩევნო დაპირებებსა და მედიაზე შეიძლება ჩვენ მოახერხოთ ტარიფების შემცირება მაგრამ განახევრებაზე უკვე შემიძლია გითხრათ რომ ალბათ არ მოხერხდება ინვის დაასწრო უგულავა ჟურნალისტებს შანტაჟში ადანაშაულებს ძალიან სამწუხაროა რომ ამაში მონაწილეობას იღებს ჟურნალისტთა ჯგუფი ეს არის იდიოტი კაცის შიში რომ როგორმე თავი გადაეჭნა მეცხრე არხმა კი ის ადამიანი მოძებნა ვისაც ბაბუის საფლავი გაუყიდეს მეორადი საფლავების ბიზნესით პროკურატურა უკვე დაინტერესდა ამოვედი და აი მაგდილას არის პაპაჩემი დასაფლავი დამხვდა მიცვალებული და გძალული ყრელობაში ეჭვმიტანილი საქართველოს მოქალაქე სტამბულის ციხეშია ვინ არის ზონა რომლის სახელი ლაფანყურის ოპერაციასაც უკავშირდება მას ჰქონდა აქტიური შემხებლობა როგორც მე მითხრეს სპეცრაზმის საქართველოს სპეცრაზმის წვრთნასთან დაკავშირებით ჯერჯერობით ვერაფერს ვერ გეტყვით ამასთან დაკავშირებით რაღაც ინფორმაციას შევაწევით ვინ არის რუსლან პაპასკირი მეტსახელად ზონა და რა კავშირი აქვს მას ლაფანყურის სპეცოპერაციასთან სტამბულში აყვანილია 6 კაციანი კრიმინალური დაჯგუფება რომელსაც ბრალი არაერთი ჩეჩენის კვლელობაში ედება მოკლულები კადიროვის ხელისუფლებასთან დაპირისპირებული იმარატის წევრები იყვნენ სწორედ მათ კვლელობაში მონაწილეობისთვისაა დაკავებული საქართველოს მოქალაქე რუსლან პაპასკირი რომელიც პანკისის ჯამაათის წევრია და რომელიც კავკას ცენტრის ცნობით თურქეთში მოქმედ კრიმინალურ ჯგუფს იარაღით ამარაგებდა პაპასკირის სახელი ასევე ფიგურირებს ლოპოტის ხეობაში ჩატარებულ სპეცოპერაციასთან საუბარია შუამავლის როლზე ირკვევა რომ ქართულ სპეცსამსახურებთან თანამშრომლობდა ის პირი რომელიც შესაძლოა კავშირში იყოს კადიროვის ხელისუფლებასთან სტამბულში სპეცოპერაციის შედეგად დაკავებული 6 ჩეჩენი დევნილიდან ერთ-ერთი რუსლან პაპასკირი მეტსახელად ზონა საქართველოს მოქალაქეა პაპასკის 2011 წლის 16 სექტემბერს სტამბულში 3 ჩეჩენილ ტოლუნის მკვლელობაში მონაწილეობა ედება ბრალად. თურქული პრესის ცნობით რუსლან პაპასკის კიდევ რამდენიმე მკვლელობაში ედება ბრალი. საუბარია კავკასიის იმარატის წარმომადგენლის ალი მოსაევასა და ისლამ ჯანიბეკოვას მკვლელობაზე. პაპასკირის დაკავებასთან დაკავშირებით საქართველოს საელჩო ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებს. ჯერჯერობით ვერაფერს ვერ გეტყვით ამასთან დაკავშირებით. რაღაც ინფორმაციას შევაწევით. პანკისის ჯამაათის წევრის სახელმა ლაფანყურის სპეცოპერაციის დროსაც გაიჟღერა. მაშინ საუბრობდნენ იმაზე, რომ პაპასკირი ამოვლენების დროს ერთ-ერთი შუამავლის ფუნქციასაც ასრულებდა. მას ჰქონდა აქტიური შემხებლობა, როგორც მე მითხრეს, სპეცრაზმის საქართველოს სპეცრაზმის წვრთნასთან დაკავშირებით. რუსლან პაპასკირი თბილისში საბურთალოზე ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში ოჯახთან ერთად ცხოვრობს. 2010 წლის 7 მარტს სახლის სადარბაზოსთან დისტანციური ასაფეთქებელი მოწყობილობით მისი ლიკვიდაცია სცადეს. ბომბი აფეთქესო, ხოდა დაანტრიე მაშინებს შეუტრია შუქი და ეს სტეკლოები და ჩამოყარა პადიეში, მაგრამ თურქეთის გამოძიების ცნობით სპეცოპერაციის შედეგად ამოღებულია იარაღით სავსე რამდენიმე ჩემოდანი, რომელიც ახალი მკვლელობათა სერიისთვის იყო გამკუთვნილი. რუსლან პაპასკირის დაკავებაზე პანკისში არ საუბრობენ. ხეობაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ შესაძლოა ლაფანყურის სპეცოპერაციის დროს გადარჩენილი 10 ადამიანიც თურქეთში იმყოფებოდეს. ცნობილი ხდება უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე უკანონო თვალთვალისათვის დაკავებული შინაგან საქმეთა სამინისტროს 2 თანამშრომლის ვინაობა. ერთ-ერთი მათგანი კუდის მეოთხე სამმართველოს ყოფილი უფროსია. გასულ კვირას დაკითხვაზე დაბარებული ერმალოი ზებანოიძე პატიმრობაში დატოვეს, თუმცა მის ბრალდებებში ჯერჯერობით არ ფიგურირებს ციურიხის ეპიზოდი. არადა უკვე დადასტურებულია, რომ სწორედ ებანოიძე უსმენდა სოზარ სუბარსა და ვახტანგ კომახიძეს ციურიხში. შინაგან საქმეთა სამინისტროს მაშინ თავისი თანამშრომლების საქართველოში დაბრუნება 20,000 ფრანკი დაუჯდა. როგორც აღმოჩნდა ქართულ ჯაშუშებს არც შესაბამისი პროფესიონალიზმი აღმოაჩნდათ კუდის თანამშრომლობა შვეიცარიელ ჟურნალისტებს არაერთი სამხელი დაუტოვეს.
ქართული ჯაშუშების კვალმა შვეიცარიული გაზეთი ციურიხის რკინიგზის სადგურამდე მიიყვანა. დაგესტან საიტუნგის ჟურნალისტებმა გამოიძიეს, რომ აპრილში სოზარ სუბარსა და ვახტანგ კომახიძეზე სათვალთვალო ჩასული ქართული სამართალდამცველები ადგილობრივმა პოლიციამ სწორედ სადგურთან დააკავა. მეტიც რეპორტიორებმა გაარკვიეს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ შვეიცარიაში კუდის მეოთხე განყოფილების მაშინდელი უფროსი ერმალო ზებანოიძე გაგზავნა. ებანოიძე პროკურატურის მიერ უკანონო მოსმენაზე დაკავებული 12 პირიდან ერთ-ერთია, თუმცა საქმეში ციურიხის ეპიზოდი ჯერ არ არის. ხსენებული პიროვნება ერმალო ზებანოიძე არის დაკავებული, თუმცა არა ციურიხის საქმესთან დაკავშირებით. ციურიხის საქმე ჯერ არ გამოგვიძიებია. ჩვენ გვაქვს საფუძველი, რომ აღნიშნული საკითხი გამოვიზიოთ. შინაგან საქმეთა სამინისტროს მსგავსად ჯაშუშების დაკავების თემაზე დუმილი დაარღვია საგარეო უწყებამაც. ქართული მხრიდან მაია ფანჯიკიძე პირველი ოფიციალური პირია, რომელმაც ჯაშუშების დაკავებისა და შემდეგ დეპორტაციის ფაქტი მეცხრე არხს დაუდასტურა. მე ვიცი, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროდან იყო კონტაქტი შვეიცარულ მხარესთან, თხოვნით, რომ ეს ხალხი გამოეშვათ იქიდან, იყო სატელეფონო ზარი და მე იმეილის დონეზე კომუნიკაცია. მეცხრე არხის ინფორმაციით ყოფილი საჯარო მოხელე, რომელიც საგარეო უწყებიდან ჯაშუშების თემაზე შვეიცარიულ მხარეს დაუკავშირდა, სერგი კაპანაძეა. მინისტრის ყოფილმა მოადგილემ ეს ინფორმაცია დაადასტურა, თუმცა თქვა, რომ ევროპელ კოლეგებთან დაკავებულების გათავისუფლებაზე არ უსაუბრია. დეტალების გასარკვევად თუ რატომ იყვნენ დაკავებულები და რა მდგომარეობა იყო ამასთან დაკავშირებით, მე ვიყავი ჩართული. საგარეო საქმეთა სამინისტრო იყო ჩართული, როგორც ჩვეულებრივ ერთვება ხოლმე, როცა საქართველოს მოქალაქეებს მსგავსი რამ ემართებათ. აი ეს იყო მთელი საქმე, როლი საგარეო საქმეთა სამინისტროსი. ამის მერე უკვე რამდენადაც მე ვიცი, შესაბამისი უწყებები იყვნენ ჩართული. საგარეოს როლი მაშინ ამ ჩარევის მერე ამოიწურა. მიუხედავად იმისა, რომ არჩევნებამდე როგორც საგარეო, ისე შინაგან საქმეთა სამინისტროში ქართველი სამართალდამცველების ჯაშუშობის ფაქტს კატეგორიულად უარყოფდნენ, დაგესტან საიტუნგის ცნობით ცოტა ხნის წინ შვეიცარიის საგარეო საქმეთა მინისტრმა დიდიარ ბუქჰალტერმა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომისიაში განაცხადა, რომ ქართულმა მხარემ ჯაშუშების გამო ბოდიში მოიხადა. ბიძინა ივანიშვილის პირველი შეხვედრა მედიასთან პრემიერ-მინისტრის რანგში 2 საათნახევრიანი კითხვა-პასუხი და 150-ზე მეტი ჟურნალისტი მთავრობის ხელმძღვანელმა დღეს თითქმის ყველა თემაზე ისაუბრა. მაღალჩინოსნების დაპატიმრება, მოსალოდნელი ამნისტია და პოლიტპატიმრების სია ოქროაშვილის დაბრუნება და მეცხრე არხის მომავალი. საუბარი იყო ასევე ტარიფების შემცირებაზე და პენსიების ზრდაზე. მეცხრე არხის თემას ჩვენ რამდენიმე წუთში დაუბრუნდებით, მანამდე კი რა შეასრულებს ბიძინა ივანიშვილი არჩევნების წინა დაპირებებიდან და რას ვერა. პრემიერის რანგში პირველ პრესკონფერენციაზე ბიძინა ივანიშვილი სასტუმრო რედისონში პრესკონფერენციის დაწყებამდე 10 წუთით ადრე მივიდა. სანამ შეკრებილი 150-მდე ჟურნალისტი პრემიერთან შეკითხვებზე გადავიდოდა, ბიძინა ივანიშვილმა მათთან შემდგომი შეხვედრების განრიგი შეათანხმა. საზოგადოებაში არსებულ შეკითხვებზე პასუხს კი პრემიერ-მინისტრის შესავალი განცხადების შემდეგ შეუდგა და რამდენიმე ახალი ინიციატივაზეც ისაუბრა. შევქმნათ ორი ფონდი, ერთი გახლავთ საინვესტიციო ფონდი და მე ვფიქრობ, რომ აქ შეიძლება საინტერესო თანხების მობილიზება. ეს ფონდი დაეხმარება ყველა კერძო ინვესტორს და იქნება უკვე პარტნიორი, ვისაც გაუჩნდება სურვილი. გარდა პოლიტიკური საკითხებისა, მედიის წარმომადგენლებს ივანიშვილთან სოციალური ხასიათის შეკითხვების ჰქონდათ. ტარიფების სოციალური დახმარება და პენსიის გაზრდა. ამ მიმართულებებთან დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილმა უკვე კონკრეტული ვადები დაასახელა. ჩემი განცხადებები, რომ განახევრებასთან 1-2-ჯერ გავაკეთე, მე ხშირად ამას არ ვიმეორებდი, ტარიფების შემცირებაზე ვსაუბრობდი. შეიძლება ჩვენ მოახერხოთ ტარიფების შემცირება, მაგრამ განახევრებაზე უკვე შემიძლია გითხრათ, რომ ალბათ არ მოხერხდება. მომავალი წლის 1 აპრილიდან შესაძლებელი იქნება 67 წლამდე ასაკის პენსიონერებისათვის ისეთი პენსიის დანიშნა, როგორც ჰქონდათ 67 წელზე უფროს ასაკის პენსიონერებს. შესაბამისად 100 ლარის ნაცვლად იქნება 125 ლარი უკვე 1 აპრილიდან. 2013 წლის 1 სექტემბრიდან ასაკით პენსიონერების და მკვეთრად გამოხატული პირველი ჯგუფის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების პენსია გაუტოლდება საარსებო მინიმუმს. დღეს არსებულ საარსებო მინიმუმს. დღეს არსებულ. და თქვენ მე მრავალჯერ ვაცხადებდი და დღესაც გავიმეორებ, რომ საარსებო მინიმუმი გადაიხედება და ალბათ გაიზრდება. სოციალური შემდეგ პრემიერ-მინისტრს პასუხის გაცემა პოლიტიკურ თემებზე და ბოლო პერიოდის დაკავებებზეც მოუწია. კანონი უნდა იყოს ყველასთვის ერთნაირად და ყველაზე ერთნაირად უნდა მოქმედებდეს. მე კარგად მესმის თქვენი შეკითხვის არსი, რომ პოლიტიკურად ეს იქნება მძიმე, რომ ესეთი მომენტი დადგეს. საქართველოში რაც მოხდა, ხომ შვენივრად ვიცით, ევროპელებს რასაც ვერ ეუბნებით, რომ უამრავი კვლევებებია გამოუძიებელი. უამრავი ქონებაა წართმეული და ერთი ჯგუფი ინაწილებდა.
თელს ქვეყანაში რაც იყო შემოსავალი. უამრავი სიცრუე და რაც ხდებოდა 9 წლის განმავლობაში, კარგად ვიცით. არ მოხდეს ეს რომ განუსაზღვრელი რაოდენობით დაპატიმრებები და პრეზიდენტის დაპატიმრება და ესე შემდგომ არ არის ეს ჩემი სურვილი. რა შემთხვევაში დარჩება ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში? 100-ზე მეტ შეკითხვას შორის მედიის წარმომადგენლებმა ივანიშვილს ეს კითხვაც დაუსვეს. ჩემი ყველაზე დიდი ოცნება და თქვენის ალბათ არის რომ უახლოეს დროში ჩვენ მოვახერხოთ, ვისწავლოთ როგორ ავირჩიოთ და მე როგორ ვაკრიტიკოთ, როგორ ვაკონტროლოთ საკუთარი ხელისუფლება. მაგრამ კიდევ ვიმეორებ, თუ გაჩნდება ეჭვი იმისა, რომ ან ჩვენი დაპირებების შესრულება კითხვის ნიშანი დარჩება საზოგადოებაში, მე ვარწმუნებ საზოგადოებაში, რომ არსადაც არ წავალ დარჩები ბოლომდე და ვიბრძოლებ შემდგომი არჩევნებისთვისაც, თუ ეს საჭირო გახდება. პრემიერ-მინისტრმა დღეს მეცხრე არხის სავარაუდო მომავალზეც ისაუბრა. ახლოს დროში და უნდა მოხერხდეს, რომ პირველი არხი გახდეს ჭეშმარიტად საზოგადოებრივი. ასეთ შემთხვევაში მე ვფიქრობ, რომ რაც აქვს მეცხრე არხს, რაც ადრე გავაკეთე სხვათა შორის, როდესაც ახალი ხელისუფლება მოვიდა და დიდი შეცდომა დაუშვი, ისევ ამ ქონებას ვაჩუქებ პირველ არხს და კარგი იქნება, რომ ეს გუნდიც ჟურნალისტების მაქსიმალურად გადაიყვანონ და გადავიდეს იქეთ. თქვა და ეს იმართოს იქიდან, რომ მუშევარი არ დარჩნენ ეს ჟურნალისტები. თუ ეს არ მოხერხდა, არ გამოვრიცხავ ასეთ შემთხვევაში მეცხრე არხის ბაზაზე გაკეთეს ჭეშმარიტად საზოგადოებრივი ტელევიზია. ახლა ამას ისევ კუდებს მოაბავენ, რომ აღარ დაფინანსეს და რაღაც ეს არ ამაქვს ფედერალობაში, მე არ მინდა არც ერთი ტელეარხის დახურვა და არც ერთი ჟურნალისტის დატოვება უსაქმოდ. და თუ მეცხრე არხის ბაზაზე მაინც საჭირო გახდა მისი საზოგადოებად გადაგეთება, ამას გავაკეთებთ გამჭვირვალედ და ფინანსურად 20 წლით გადავიხდით წინასწარ ფულს და იმ ბორცს აღარ ექნება ფინანსებზე დამოკიდებულება. თუ ეს საჭირო გახდა ამის ფინანსურადაც ჩაიხსნება ჩემგან არ იქნება ჩემზე დამოკიდებული და ოჯახთან არ იქნება არავითარი კავშირი, რა თქმა უნდა უხერხულობას მიქმნის, როგორც დაიწყეთ და არ მჭირდება მე რომ ჩემი მეუღლის კონდეს რაღაც წილი ტელევიზიაში და მე ამ დროს პრემიერ-მინისტრი ვიყო, ამ უხერხულობას ძალიან სწრაფად მოვხსნით. ივანიშვილის პრესკონფერენცია დღეს საზოგადოებრივი მაუწყებლისა და ტელეკომპანია მეცხრე არხის პირდაპირ ეთერში ერთდროულად გადაიცემოდა. პრემიერმა ჟურნალისტებს პირობა მისცა, რომ მათ შეკითხვებს ერთ თვეში ისევ უპასუხებს. შემდგომ შეხვედრამდე დაათება, რომელმაც აჟიოტაჟი გამოიწვია ბიძინა ივანიშვილის დღევანდელმა განცხადებამ მეცხრე არხის საზოგადოებრივ მაუწყებელთან შესაძლო შერწყმის ან თავად მეცხრე არხის საზოგადოებრივ მაუწყებლად გადაქცევის შესახებ დისკომფორტი პირველ რიგში ტელევიზიის თანამშრომლებს შეუქმნა, რადგან მათი მომავალი ბედის შესახებ ტელეეთერიდან იგებენ. გაჩნდა ლეგიტიმური კითხვაც, რატომ იყო საუბარი მეცხრე არხის გრანდიოზულ გეგმებზე მხოლოდ არჩევნების წინ და რატომ უნდა წავიდეს საზოგადოებრივ მაუწყებელში ის ხალხი, რომელსაც ამის გაკეთება ადრეც შეეძლო, მაგრამ საკუთარი პრინციპების გამო ეს არ გააკეთა. ნოდარ ჩაჩუა საუბრებს რა იგულისხმა ბიძინა ივანიშვილმა თავის დღევანდელ განცხადებებში, ნოდარ იმედია ოდნავ მაინც შეიტანს სიცხადეს ამ გაურკვევლობაში. ნათია, რაც შეეხება თავად პრესკონფერენციის შემდეგ უკვე ბიძინა ივანიშვილს დამატებითი განმარტებები მეცხრე არხთან დაკავშირებით, რომელიც საზოგადოებისთვის საკმაოდ საინტერესო და მაღალი ინტერესის საგანს წარმოადგენდა, არ გაუკეთებია, ამ დრომდე არ გაუკეთებია განმარტებები ასევე ტელეკომპანიამ მეცხრე არხის ხელმძღვანელობასაც, თუმცა ჩვენ უნდა დამეტი სიცხადისთვის უნდა დავალოდოთ სწორედ ამ განმარტებებს, რომელმაც შეიძლება რომ მართლაც შეძინოს სიცხადე მეცხრე არხთან დაკავშირებულ საკითხს, რომელზეც დღეს კოალიცია ქართული ოცნების ლიდერმა და პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ისაუბრა. რაც შეეხება დღეს თავად პრესკონფერენციასთან დაკავშირებით შეფასებები გააკეთეს ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებმა, უმცირესობის წევრებმა, როგორც ისინი აცხადებენ, დღეს ბიძინა ივანიშვილის ტონში დაინახეს მუქარის ტონი, ხოლო ის დაპირებები, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი წინასაარჩევნო პერიოდის განმავლობაში იძლეოდა, დღევანდელ პრესკონფერენციაზე მათ არ მოусმენიათ ასეთი განცხადებები გააკეთეს მათ, არც განცხადებებს ასევე უმრავლესობის წარმომადგენლების გამოეხმაურნენ. საუბარია, რომ ასამართლებენ როგორც სისხლის სამართლებრივი დევნის გამოყენებით პოლიტიკურ ჯგუფს, პოლიტიკურ ოპოზიციას. პრემიერ-მინისტრმა ივანიშვილმა ისაუბრა რაღაც წითელ ხაზებზე, ჩემსაზე. მინდა ძალიან კაფიოდ განვმარტო პრემიერ-მინისტრს, მის გუნდს, საზოგადოებას. ეს არ არის ვინმეს პერსონალური წითელი ხაზები. ეს არის დემოკრატიის მინიმალური წითელი ხაზები. ქართული ოცნება არაპირებს საკუთარი წინასაარჩევნო დაპირებების ძირითადი ნაწილის შესრულებას, თუმცა ქართული ოცნება აპირებს შეასრულოს ერთი მთავარი დაპირება, ეს არის ანგარიშსწორება ოპოზიციის განსხვავებული აზრის წინააღმდეგ. მე ვფიქრობ, რომ კანონის უზენაესობა იქნება უმთავრესი გარანტი იმისა, რომ კრიმინალიც არ გაიზარდოს ამ მხრით და ამავე დროს თვითონ ხალხსაც შეუქმნათ რაღაცა კანონიერების განცდა. ეს არის უმნიშვნელოვანესი, ჩვენ თუ ეს მოვახერხეთ და დარწმუნებული ვარ მოვახერხებ, ამაზე ფიქრით ხალხი უკვე თავს აღარ გადაიღებს.
დღეს პრესკონფერენცია 2 საათის განმავლობაში გაგრძელდა. ბიძინა ივანიშვილმა დღეს ასევე ისაუბრა მის ამერიკაში ვიზიტთან დაკავშირებით, რომელიც გადაიდება და სავარაუდოდ უკვე შემდეგი წლისთვის დაიგეგმება, თუმცა დეკემბრის დასაწყისში, ნოემბრის ბოლოს კი ამერიკაში ვიზიტით საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე გაემგზავრება. მადლობა. ნოდარ ჩაჩუა საუბრობდა პრემიერის დღევანდელი განცხადებებისა და ამ განცხადებების შეფასებების შესახებ. დანიშვნიდან ერთ თვეში უკვე მეორედ სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრ ზეწოლაში ადანაშაულებენ. საქმე კვლავ სამინისტროსაგან დამოუკიდებელ რგოლს ეხება. ფეხბურთის ფედერაციის შემდეგ ბრალდებებს ლევან ყიფიანს ძიუდოს ფედერაციიდან უყენებენ. ამჯერად უკვე ნახსენებია გვარები ივანიშვილი და ღარიბაშვილი. ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატი დავით ხახალეიშვილი აცხადებს, რომ სწორედ პრემიერი და შინაგან საქმეთა მინისტრი უხსენეს მას სპორტის მინისტრმა და შესაბამისი კომიტეტის თავმჯდომარემ. დაიბარეს თუ არა ღამის 11 საათზე ოლიმპიური ჩემპიონი სამინისტროში და მოსთხოვეს თუ არა მას შოთა ხაბარელიშვილის სასარგებლოდ კანდიდატურის მოხსნა. განმარტებები დღეს მინისტრის მოადგილემ გააკეთა. სპორტის მინისტრს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის შემდეგ პოლიტიკურ ზეწოლაში უკვე ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატი დავით ხახალეიშვილი ადანაშაულებს. მას შემდეგ რაც ლევან ყიფიანმა ზვიად სიჭინავას სულში ჩახედვა და რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა მოსთხოვა, ახლა უკვე ხახალეიშვილი ამბობს, რომ მას ძიუდოს ფედერაციის არჩევნებიდან კანდიდატურის მოხსნა მოსთხოვეს. პრეზიდენტობის კანდიდატი აცხადებს, რომ ის ლევან ყიფიანმა გვიანღამით კაბინეტში დაიბარა, სადაც მეორე კანდიდატი მამუკა ხაბარელი და პარლამენტის სპორტის კომიტეტის თავმჯდომარე ლერი ხაბელოვი დახვდნენ. მე უნდა მომეხსნა კანდიდატურა და შემთავაზეს ვიცე-პრეზიდენტის პოსტი. რაზეც მე რასაკვირველია არ დავთანხმდი. გარკვეული ზეწოლა ლერისგანაც იგრძნობოდა, პირდაპირ მითხრეს მათ სპორტს კურირებს შინაგან საქმეთა მინისტრი ბატონი ღარიბაშვილი და ეს საკითხი პირადად მამუკა ხაბარელის საკითხი შეთანხმებულია ბატონ ბიძინა ივანიშვილთან. ჩემპიონობა და შიშირო შორიშორს დგას ერთმანეთთან, ეს ვერ გასაზღვრეს და ჩვენ რო უკან არ დავიხედვით. ხახალეიშვილს არ სჯერა, რომ მინისტრი ღარიბაშვილი და პრემიერი ივანიშვილი ამ საქმეში ერებიან და მიიჩნევს, რომ სპორტის მინისტრი მათ სახელს იყენებს. ეგეთი ჩარევები, რასაც დღეს თავის თავზე ამჟამინდელი სპორტის მესეურები იღებენ, ჩემთვის ყოველად მიუღებელია. ხახალეიშვილის ბრალდებებს სპორტის სამინისტროში უარყოფენ. თავად მინისტრი განმარტებებს საჭიროდ არ მიიჩნევს. მისი მოადგილე კი, რომელიც შეხვედრას არ ესწრებოდა, ამბობს, რომ ხახალეიშვილისთვის მოთხოვნები არ წაუყენებიათ და შეხვედრა მხოლოდ მეგობრულ ხასიათს ატარებდა. ჩვენ ვახორციელებთ სფეროს დეპოლიტიზაციას. ყოველგვარი წნეხისაგან პოლიტიკური წნეხისაგან უნდა განთავისუფლებული იყოს ფედერაციები. წანისის მაჟორიტარი დეპუტატის შოთა ხაბარელიშვილი, მამუკა ხაბარელი, რომელიც ძიუდოს ფედერაციის არჩევნებში ხახალეიშვილის კონკურენტია, ამბობს, რომ შეხვედრაზე მსგავსი მოთხოვნა არ ყოფილა და ხახალეიშვილის ბრალდებების უკან ნაციონალურ მოძრაობას ხედავს. იყო შეხვედრა, მაგრამ საუბრის თემა აბსოლუტურად სხვა იყო. არ არსებული ბრალდებები, რომ თითქოს ამაში ბატონი ირაკლი ღარიბაშვილი არის ჩართული და პრემიერ-მინისტრიც თავისთავად ეს რა თქმა უნდა სისულელია. ძიუდოს ფედერაციაში არჩევნები 26 ნოემბერსაა დანიშნული. სპორტის სამინისტროში მათი მხრიდან არჩევნების ჩაშლას და ამ პროცესში ჩარევას გამორიცხავენ. გიგი უგულავას პრევენციული ქმედებები თბილისის მერიამ ფარული ჩანაწერების გამოქვეყნება დაიწყო. ვინ გეგმავს უგულავას წინააღმდეგ პროვოკაციას და რატომ თვლის მერია, რომ ამან მასობრივი მღელვარება უნდა გამოიწვიოს. თბილისის მერია სასაფლაოების თემით მანიპულირებს და დაგეგმილ პროვოკაციაში ბრალს ჟურნალისტებსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს დებს. უგულავას უწყება შესაძლოა თავად მოუწიოს დღეს გაჟღერებულ მძიმე ბრალდებებზე პასუხისგება. ნანა ლეჟავამ და შალვა რამიშვილმა უკვე უპასუხეს მერიის განცხადებას. მეცხრე არხმა კი გადაყიდული სასაფლავი იპოვა. მარიამობიდან სვეტიცხოვლებამდე არ მოვიდა, კაკრას აი მაგ პერიოდშია დაკრძალული. ლევან ქარქიშვილმა დაახლოებით ერთი თვის წინ აღმოაჩინა, რომ ბაბუის საფლავზე კიდევ ერთი მიცვალებული იყო დაკრძალული. კუკიის სასაფლაოს დედაქალაქის ყველა სხვა სასაფლაოს მსგავსად შეპესე ჰერმესი განკარგავს და დასაფლავების ნებართვასაც იზიძლება. მერიდან და მიცეს ნებართვა და ესე აძლევენ მე იმას დაკრძალვის უფლებას. ჰერმესის დირექტორს ვალერიან სხიერელს კონკრეტულ ფაქტზე ინფორმაცია არ აქვს. საფლავების გაყიდვას კი კატეგორიულად უარყოფს. რა თქმა უნდა არ ყოფილა სხვადასხვა შემთხვევაში. უნდა ეს თუ შესაბამის ორგანოში შეტანილი აღნიშნული განცხადება განიხილავს ორგანო და დასკვნებს გამოიტანს. შეპესე ჰერმესის საკითხი აქტუალური დილიდან თბილისის მერიის მიერ გამოქვეყნებული ფარული ჩანაწერებით გახდა. მერია ამტკიცებს, რომ იგეგმებოდა ცრუ ინფორმაციის გავრცელება მის მმართველობაში მყოფ შეპესე ჰერმესთან დაკავშირებით. დედაქალაქის მთავრობამ პროვოკაციაში ჟურნალისტები და შინაგან საქმეთა სამინისტრო დაადანაშაულა. სამწუხაროა, რომ ამაში მონაწილეობას იღებს ჟურნალისტთა ჯგუფი,
დანარჩენი გამოიძიოს გამოძიება, ვინაიდან მოხსენიებულია ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსანი. ნანა ლეჟავა და შალვა რამიშვილი მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას აბსურდულს უწოდებენ. ლეჟავამ პროკურატურას უკვე მიმართა, ჟურნალისტი ამბობს, რომ მერიის მხრიდან სტუდიაზე თავდასხმამ ინტენსიური ხასიათი მიიღო, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც გიგი უგულავას ლას-ვეგასურ ვოიაჟებზე რეპორტაჟი მოამზადეს. როდესაც უკვე დაიდება გამოძიების შედეგები, ჩვენ მივმართავთ სასამართლოს. არ ვიცი რა რეაგირება უნდა ქონდეს ვინმეს ამაზე. ცოტა ხანი დაველოდები და შემდეგ სასამართლოში უჩივლებ ახალგაზრდას. თბილისის მერიის განცხადებას შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოეხმაურა და ფარულ ჩანაწერს ფაბრიკაცია უწოდა. მერია კი სამინისტროს დილეტანტობაში ადანაშაულებს და პოლიტიკურ მოტივზე საუბრობს. თქვენ უყურებთ მე-9 საათზე ჩვენი მოსმენა ასევე შეგიძლიათ რადიო ცნობზე FM 98 შინაგან საქმეთა სამინისტროს დაკავებული 10 მაღალჩინოსანიდან 4 გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდება კუდის, მათ შორის არის კუდის 18 წლის საკერი მაღალჩინოსანი. სააპელაციო სასამართლომ ეს გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ მიიღო. წინასწარ პატიმრობაში მყოფ გიორგი ჯავახაძეს 10,000 ლარიანი გირაო, გიორგი ყავლაშვილს 15,000 ლარი, ვასილ ჯამალაშვილს 3,000 ლარი და ავთანდილ სოლომნიშვილს 5,000 ლარი დაეკისრა. 18 წლის ყოფილი მაღალჩინოსნის ვასილ ჯამალაშვილის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდან ადვოკატი მისთვის გირაოს სახით 2,000 ლარის გადახდას ითხოვდა, ვინაიდან ოჯახს მეტის გადახდის საშუალება არ აქვს, თუმცა მოსამართლის გადაწყვეტილებას მას 3,000 ლარი დაეკისრა. არ დაკმაყოფილდა ლევან ქარდავას, ზალ მაისურაძის, ელმანოს ებანოიძის, ალექსანდრე ბოცვაძის, ვახტანგ ბოჭორიშვილისა და ბექა კვარაცხელიას სააპელაციო საჩივრები. სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის გადაწყვეტილება გასაჩივრებას აღარ ექვემდებარება. ვასილ ჯამალაშვილის ინტერესებს. ნაწილობრივ დააკმაყოფილა, ხო? არა, ნაწილობრივ ახლა ისეთ ნათქვამია, ჩვენ ძალიან უბედნიერესი ვარ, დავწუნდი რომ საქართველოში სამართლის კუთხის გაუმჯობესება ხდება. დღეს ვითხოვდით ჩვენ 2,000 ლარით გირაოს სანაცვლოდ გამოშვებას, დაგვიმაყოფილა ნაწილობრივ, რასაც ქვია 3,000, ანუ 1,000 ლარი დაამატა და 3,000 ლარის გადახდის შემთხვევაში ჩვენ ვიხილავთ თავისუფლებაზე ვასილ ჯამალაშვილს. ხალდილით ალბათ. მე ვიცავდი კვარაცხელიას, ებანოიძის, სოლომნიშვილისა და ბოცვაძის ინტერესებს. სამწუხაროდ მხოლოდ ერთი დააკმაყოფილეს, დანარჩენი ჩემთვის ჯერ უცნობია რა მოტივებით არ დააკმაყოფილა, როდესაც ბრალდება აბსოლუტურად იდენტური იყო ყველასი. 5 დეკემბერი სწორედ ამ დრომდე გადაიდო ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის 185 მსჯავრდებულისათვის პოლიტიკური პატიმრისა და პოლიტიკური დევნილის სტატუსის მინიჭების განხილვის საკითხი. ვადების გადაწევამ პატიმრების ოჯახის წევრების კითხვები გაუჩინა. კითხვებს სვამენ არასამთავრობო ორგანიზაციების ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე კი განმარტებებს აკეთებს და ამბობს, რომ შესაძლოა 185 კაციანი სია გაიზარდოს. ნანა კაკაბაძის სრემლები პოლიტპატიმართა იმ სიამ გამოიწვია, რომლის განხილვაც საკანონმდებლო ორგანოში 5 დეკემბრამდე გადაიდო. ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის გადაწყვეტილებამ კითხვები გაუჩინა იმ პატიმრების ოჯახის წევრებს, რომლებიც თავს პოლიტპატიმრად თვლიან. და ეს გაძარდეს, იმიტომ რომ არის კიდე ახალი საქმეები. სწორი ახალი საქმეები არის, მაგრამ აი ეს ადამიანები, ვინც ამდენი წლების განმავლობაში ამას ამბობდნენ და აღიარებდნენ, მათ უნდა საპატიო მიდგომოდა ეს ხელისუფლება. რატო არ მოხდა ისე, რომ იმ პატიმრებზე, პოლიტპატიმრებზე, რომლებსაც ყველა ორგანიზაცია თანხმდებოდა და არ იყო კითხვის ნიშანები, რატო არ მოხდა მათი ცალკე გამოყოფა, ცალკე გატანა თუნდაც პარლამენტის სხდომაზე და შემდეგ უკვე დანარჩენების, ვისაც ახლა გაახსენდა, რომ პოლიტპატიმარი ვადების გადაწევამ გააკვირვა საიაც, რადგან სწორედ დროსთან იყო დაკავშირებული ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის და კონსტიტუციის 42 მუხლის ძირითადი პრეტენზია. ჩვენ ძალიან გაგვიკვირდა, როცა მოხდა გადადება, იმიტომ რომ ჩვენ სწორედ ამას ვამბობდით, რომ გადავდოთ და ხარისხიანად განვიხილოთ ყველა საქმეები და ამ კუთხით წინააღმდეგობას ჩვენ დავტოვეთ ჯგუფი. ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე არ გამორიცხავს, რომ 185 კაციანი სია კიდევ გაიზარდოს. პოლიტიკური პატიმრების და პოლიტდევნილების სიასთან და მათ გათავისუფლების საკითხთან შენიშვნები უმცირესობის წევრებს განხილვის დღიდან აქვთ. ჩიორა თაქთაქიშვილი მიესალმება იმას, რომ პარლამენტმა ნაჩქარევი გადაწყვეტილება არ მიიღო. მთელი რიგი პრობლემები არის დაკავშირებული ამ სიასთან. პირველ რიგში როგორ იყო ის მომზადებული, არ არსებობს არავითარი საკანონმდებლო საფუძველი, სადაც დარეგულირებული იქნებოდა სიის შედგენის პრინციპი. პირველივე სხდომაზე განხილავს პარლამენტი იმ დამატებით საქმეებთან ერთად, რომელიც ასევე შემოსულია და რამოდენიმე საქმე დამატებით იქნება ასევე განხილული, ანუ შესაძლებელია იმ სიას კიდევ დაემატოს ამდენიმე გვარი. საკანონმდებლო ორგანოში პოლიტიკური პატიმრების და პოლიტდევნილების საკითხს მომავალ სესიაზე განიხილავენ.
ოფიციალურად მოგმართავთ და გთხოვთ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტისა და კომისიის წევრებს ამოიღოთ ჩემი გვარი ამ სიიდან. ასე ეხმაურება ვადების გადაწევას პოლიტპატიმარი მერაბ ბრატიშვილი. და ის აცხადებს, რომ მადლობას მოგახსენეთ პოლიტპატიმრებზე მზრუნველობისთვის, მაგრამ სამწუხაროდ კომიტეტის მუშაობა ჩვენი პატიმრობის ვადის გახანგრძლივებით დასრულდა. ამისთვის დიდი მადლობას გიხდით. ჩემთვის სულ ერთია რა მიზეზით მოხდა ეს, მაგრამ ფაქტია, რომ გუშინდელი დღიდან ახალი სასჯელი სათვლა დაიწყო. დარწმუნებული ვარ, გინდოდათ, რომ ეს მნიშვნელოვანი პოლიტიკური საკითხი სწრაფად და წარმატებით დაგვირგვინებულიყო, მაგრამ გამოვიდა ისე, როგორც ყოველთვის ხდება ხოლმე ქართულად. ალბათ გამართლებული იქნება კომისიის წევრებსა და კომიტეტს შევახსენო კალენდარი, რომ 2007 წლის ოქტომბერ-ნოემბერი გაცილებით ადრე იყო, ვიდრე 2011 წლის მაისი და შესაბამისად ციის შედგენისას ამ პრინციპით უნდა გეხმძღვანელათ. ასევე მერაბ ბრატიშვილი საუბრობს სხვა პრინციპებზე, თუ როგორ უნდა მომხდარიყო პოლიტიკური პატიმრების შერჩევა და სიაში, პოლიტიკური პატიმრების სიაში მოხვედრა. და ბოლოს ის ამბობს, რომ ოფიციალურად მიმართავს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის წევრებს და თავმჯდომარებს და ამბობს, რომ უნდა რომ მისი გვარი ამოიღონ ამ სიიდან. დარწმუნებული ვარ, რომ ასეთი სურვილი სხვა ჭეშმარიტ პოლიტპატიმრებსაც ექნებათ. მე 6 წელი დაიწყო, რაც ციხეში ვარ. მეც და სხვა პოლიტპატიმრებმაც ღირსეულად გავიარეთ ეს წლები და მინდა ვიღაცის პირად ამბიციებს შევწირო ჩემი სახელი. მირჩევნია ციხეში ვიჯდე, ვიდრე ვინმეს ვაჭრობის ან მანიპულირების საგანი გავხდე. და ბოლოს მერაბ ბრატიშვილი ამბობს, რომ ზემოთ აღნიშნული მიზეზებიდან გამომდინარე მივმართავ თხოვნით ადამიანის უფლებათა ცენტრს კონსტიტუციის 42 მუხლს, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას ჩემი საკითხი ცალკე გამოიტანონ და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტზე განხილვა მოხდეს მისი სახელის და გვარის კონკრეტულად ცალკე. ეს არის მიმართვა მერაბ ბრატიშვილის, რომელიც მან მის სახელით Facebook-ის საკუთარ გვერდზე გავრცელდა. მადლობა თორნიკე კვარანჩხელაძე საუბრობდა პოლიტპატიმართა თემაზე. ცოტა ხნის წინ სასჯელახსრულების დაწესებულებიდან შეწყალებული პატიმრების გათავისუფლების პროცესი დაიწყო. პრეზიდენტის ბრძანებულების საფუძველზე ციხეს დღის ბოლომდე 519 მსჯავრდებული დატოვებს, რომელთა შორის 53 ქალია. საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად შეწყალების კომისიამ 1400 პატიმრის საქმე განიხილა. ამასთან 51 მსჯავრდებულს სასჯელი გაუნახევდა. კომისიის დადგენილებას ქვეყნის პრეზიდენტმა დღეს დილით მოაწერა ხელი. არსებული მონაცემები პატიმართა შეწყალების მორიგი ეტაპის საახალწლოდ იგეგმება. ადამიანები ვერ გადაადგილდებიან, ისეთები გამოვიდნენ და რომ ვერ გადაადგილდებოდნენ, მანქანები შეიყვანეს შიგნით, ტაქსები შიგნით შეიყვანეს და ისე გამოიყვანეს პატიმრები. ნუ თუ ამათ ეს უნდა შერჩეთ. ერთი წელი მქონდა, ორი თვე მქონდა დარჩენილი. და რა პირობებში მოგიწიეთ სასჯელის მოხდა ხო ვერ გეტყვი? აი, იმ პირობებში. ოჯოხეთში, რა პირობებში? ბოლო პერიოდში. არა, ბოლო პერიოდში არა. მე იმ პერიოდის განმავლობაში რაც მე აქ ვიყავი. აი, რაც მე მაქვს ნახე. გადალაპარაკებს უნდა ხანში. წელი და მერვე თვე არის უკვე და რაც ნახე სამხარხო რა ნახდათ იმსახურება. ეგრეა. იმსახურება. აგატარებული ერთი თვე 10 წელს უდრის. დღეს სიტუაცია აბსოლუტურად არის კონტროლებადი, ნორმალური სიტუაცია, პატიმრები არიან კმაყოფილები დღეს არსებული სიტუაციით და რეჟიმით. გამომდინარე აქედან მონიტორინგის ჯგუფმა, რაც დღეს დააფიქსირა სიტუაცია არის სტაბილური და ყველაფერი არის მიღწევადი. არასამთავრობო ორგანიზაციები ახალ მთავრობას საიდუმლო სამსახურების საქმიანობის ზედამხედველობის უზრუნველყოფას თხოვენ. ანგარიშებში განსაკუთრებით ხაზგასმულია, რომ აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი ორგანოები, რომლებიც მეთვალყურეობის ტექნოლოგიებს იყენებენ და კერძო კომუნიკაციის მონაცემებზე აქვთ წვდომა, მხოლოდ კანონის შესაბამისად უნდა მოქმედებდნენ. არასამთავრობოები პარლამენტისაგან კანონის გადახედვას და ევროპულ კანონმდებლობასთან თავსებადობაში მოყვანას მოითხოვენ. არასამთავრობოები ახალი მთავრობისგან ტელეკომუნიკაციებისა და ინტერნეტის გამოყენებისას მოქალაქეთა პირადი ინფორმაციის დაცვას ითხოვენ. ანგარიში, რომელიც ორგანიზაციას საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველომ გამოაქვეყნა, თქმია, რომ ხელისუფლების მხრიდან სპეციალურ სამსახურებს სასამართლოს თანხმობის გარეშე მომხმარებლის მონაცემებსა და კომუნიკაციის შინაარსზე მუდმივად ჰქონდათ წვდომა. ჩვენი კანონმდებლობა ცოტა დასახვეწი არის ამ მიმართულებით, თუმცა როგორც თქვი, გარდა იმისთვის, რომ კანონი შესაბამისად ახსულდეს, არის მნიშვნელოვანი, რომ მქონდეს ჩვენ ასევე პოლიტიკური ნება, რომ არსებობდეს პოლიტიკური ნება. პარლამენტში მიიჩნევენ, რომ ქვეყანაში კანონის უზენაესობა უნდა აღდგეს. უმრავლესობის ლიდერი აცხადებს, რომ მოქალაქეთა პირად ტელეკომუნიკაციებში არასანქცირებული შეჭრა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას ითვალისწინებს. ამასთან არ გამორიცხავს გარკვეულ საკანონმდებლო ცვლილებასაც. ჩვენ გავხდით მოწმეები იმისა, როგორ ხდებოდა სწორედ კომპიუტერულ სისტემაში შეღწევის მეშვეობით ადამიანების პირადი ცხოვრების დარღვევა, რაც რა თქმა უნდა დანაშაულია და დაუშვებელია.
არასამთავრობო ორგანიზაციებში აცხადებენ, რომ საკანონმდებლო ბაზა დასახვეწია და ყველაზე მნიშვნელოვნად მთავრობის ნების სიმტკიცეს მიიჩნევენ. ვფიქრობ, რომ ხელისუფლებამ უნდა დაიწყოს რეალური ქმედითი ნაბიჯებით ამ საკითხების რეგულირება, იქნება ეს მობილურ ტელეფონებზე მოსმენის საკითხი, თუ იქნება ეს ელექტრონული ხერხით, გულისხმობ კომპიუტერული ვირუსების გავრცელების გზით, გარკვეულწილად ზედამხედველობა ამ საქმეზე არის აუცილებელი. კიდევ ერთ გამოწვევაზე საუბრობს პარლამენტის თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე. ირაკლი სესიაშვილი აცხადებს, რომ კიბერუსაფრთხოება მნიშვნელოვანი გამოწვევაა თანამედროვე მსოფლიოში. ეს თემაც ერთგვარად ახალია ჩვენი რეალობისთვის, ამიტომ ამაზე სავარაუდოდ ერთობლივად იმუშავებენ როგორც აღმასრულებელი ხელისუფლება, ისე პარლამენტი და ვფიქრობ, რომ შევეცდებით, რომ ამ მხრივ ყველა ნაბიჯი გადაიდგას, რათა უზრუნველყოფილი იქნას კიბერუსაფრთხოება. კონსტიტუციის მე-20 მუხლი იცავს პირადი ცხოვრების, საქმიანობის ადგილის, პირადი ჩანაწერების, მიმოწერის, სატელეფონო და სხვა ტექნიკური საშუალებებით განხორციელებული კომუნიკაციების უფლებებს. ამ ფუნდამენტური უფლებების შეზღუდვა სახელმწიფოს მხრიდან მხოლოდ სასამართლოს ნებართვით, ან მის გარეშე კანონით გათვალისწინებული გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაშია შესაძლებელი. ქუთაისში პარლამენტის მშენებლობაზე ბოლო მონაცემებით 360 მილიონი ლარი დაიხარჯა, თუმცა მშენებლობა ჯერ არ დასრულებულა და ამ დრომდე გრძელდება. კანონმდებლებს მუშაობა კვლავ სახიფათო პირობებში უწევთ, დღეს კომიტეტის ხდომის პროცესში ჭერიდან განათება ჩამოვარდა. მსგავსი ინციდენტების გამომწვევ მიზეზებს უახლოეს მომავალში სახელმწიფო აუდიტის სამსახური შეისწავლის. ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის კაბინეტში განათებას ხდომის დროს ჩამოვარდა. არავინ დაშავებულა, თუმცა როგორც დეპუტატები ამბობენ, შენობაში ყოფნა სახიფათოა და მომავალში უბედური შემთხვევისგან არავინაა დაზღვეული. და შუა მუშაობაში დაგვეცა თავზე გამანათებელი. საბედნიეროდ გადავრჩით, რომ თავში არავის არ მოხდა, თორე შეიძლება ძალიან ძიმე შემთხვევაც კი მოეტანა ამას და აქამდე დავდობდით იმას, რომ თავზე წვიმის წვეთები გეცემოდა, თურმე ეს არ არის სადარდებელი, საჭიროება შეიძლება უფრო მეტი იყოს. და მე მაინტერესებს ამაზე დაიხარჯა 360 მილიონი? დღევანდელ ინციდენტს წინ უძღოდა პარლამენტის დადგენილება, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა არა გეგმური შემოწმება უნდა ჩაატაროს. როგორ მოხდა ქუთაისში პარლამენტის მშენებლობისთვის სახსრების მოპოვება, რამდენად მიზნობრივად დაიხარჯა ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა და რატომ ვერ მოესწრო ამ დრომდე მშენებლობის დასრულება. პარლამენტი კითხვებზე პასუხს აუდიტის სამსახურის განელის. სრული დასრულებისათვის ჭირდება დაახლოებით 15-20 მილიონი ლარი. რა თქმა უნდა, ეს საუბარია სრული დასრულებისათვის, სრულ დასრულებაში იგულისხმება გარე პერიმეტრიც. ყველამ დაუჭირეთ მხარი იმას, რომ ხარჯებთან დაკავშირებით, მის კანონიერებასთან დაკავშირებით და ზოგადად ზოგიერთი ისეთი დეტალიც არის, რაც შეიძლება საინტერესო იყოს საზოგადოებისთვის, ამას თაობაზე შესაბამისად აუდიტის სამსახურმა იმსჯელოს და მიიღოს გარკვეული გადაწყვეტილებები და დასკვნა. კიდევ ერთი საკითხი, რომლითაც აუდიტი დაინტერესდება, შენობის სტატუსია. პარლამენტის შენობა დღემდე კერძო სამართლის იურიდიული პირის საკუთრებას წარმოადგენს. ჯერ არ მომხდარა ამ შენობის ექსპლუატაციაში მიღება, არ მომხდარა მიღება ჩაბარება, არ არის პარლამენტის ბალანსზე, ანუ ამ შენობაში რაიმე რომ ასე ვთქვათ უბედური შემთხვევა მოხდეს, ერთმან უკნას, უბრალოდ პასუხისმგებელი პირიც კი არ იქნება, იმიტომ რომ ჩვენ გამოდის რომ აქ აბსოლუტურად კანონგარეშე ვიმყოფებით. მშენებლობის პროცესში არ არსებობდა პროექტი და ხარჯთა რიცხვა. ყველა საეჭვო ფინანსურ საკითხზე კომპეტენტურ დასკვნაზე ელოდება პარლამენტის ქუთაისში გადატანის ინიციატორი პოლიტიკური ძალაც. რაქონების მფლობელები არიან მოქმედი მინისტრები. თავმჯდომარეობაზე დანიშვნის დღიდან საჯარო სამსახურის ბიუროში ქონებრივი დეკლარაცია მინისტრთა და კაბინეტის 18 კაციანი შემადგენლობიდან მხოლოდ ორმა, ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით ნარმანიამ წარადგინეს. მინისტრთა ნაწილი განმარტავს, რომ ფინანსურ მდგომარეობას მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრულ ვადებში გაასაჯაროებენ. ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური 100 კვადრატული მეტრი ფართობის საცხოვრებელი ბინა თბილისში, გლდანის მეორე მიკრორაიონში. ასევე 2008 წელს გამოშვებული ავტომანქანა Nissan Tiida. მამის სახელზეა 2000 კვადრატული მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთი გორის მუნიციპალიტეტში. საბანკო ანგარიშებზე ნაშთის სახით 5300 ლარი. ასევე ფლობს ფულად თანხას $20,000 ოდენობით. ნეტგაზეთის ინფორმაციით კიდევ ერთი მინისტრი, რომელმაც უკვე მოახდინა თავისი ქონების დეკლარირება, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანიაა. დეკლარაციის მიხედვით ნარმანიას საკუთრებაშია 97 კვადრატული მეტრი ფართობის საცხოვრებელი ბინა თბილისში, ბერბუთის ქუჩაზე და 5000 კვადრატული მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთი ზუგდიდის რაიონის სოფელ კოქში. იგი ასევე ფლობს 2002 წელს გამოშვებულ ავტომანქანა Mercedes-Benz.
დევნილთა და განსახლების მინისტრი დავით არახველიძე აცხადებს, რომ ქონებრივი დეკლარაცია მოუცლელობის გამო ვერ შეავსო. თუმცა ამბობს, რომ მას საჯარო სამსახურის ბიუროს დადგენილ ვადაში წარუდგენს. 12 დეკემბრამდე გვაქვს ამის დრო და ამიტომ არის რომ ჯერჯერობით ის არ შემისია. გვაქვს 4 ოთახიანი ბინა, ცხოვრობთ 5-ნი. მე მეუღლე, ვაჟი თავის მეუღლესთან ერთად და კიდევ უმცროსი ვაჟი. რაჭაში გვაქვს 2 სახლი. თავის საკანმი დამონაკვეთით მაქვს მე ვენახი. სასჯელახსრულების მინისტრი სოზარ სუბარი ამბობს, რომ გასულ წლებთან შედარებით მისი ქონებრივი მდგომარეობა დიდად არ შეცვლილა. ჩემი ქონება დიდად არ შეცვლილა წლების განმავლობაში. არის თბილისში ბინა, რომელსაც ერთობლივად ფლობთ მე და ჩემი და-ძმები. მეორე ბინა მშენებარე, რომელიც 2006-ში უნდა დამთავრებული. სახლი სვანეთში, რომელიც ასევე მამაპოპეულის სახლი, რომელიც ასევე საერთო საკუთრებაა. და საცხოვრებელი სახლი დმანისში თავის მიწის ნაკვეთიანად, რომელიც უკვე ჩემი პირადი საკუთრებაა. რაც შეეხება ენერგეტიკის მინისტრს, კახი კალაძის თქმით, სოლიდური ფინანსური მდგომარეობის გამო ქონებრივი დეკლარაციების შევსება ჯერ კიდევ მაშინ უწევდა, სანამ საჯარო სამსახურს დაიწყებდა. საქმეა გასაკეთებელი, იმდენი შეხვედრებია ყოველდღურად, დრო ვერ გამოვნახე უბრალოდ, რომ დამჯდარიყავი და ეს ყველაფერი შემივსო. ქონებრივ დეკლარაციას რაც შეეხება, მე როგორც ფიზიკური პირი ამას ადრე ვავსებდი და ეს ყველასთვის ხელმისაწვდომია, შეგეძლიათ მოიძეთ, ახლა რო არ დავიწყო ჩამოყოლა თუ რას ფლობს კახა კალაძე. მინისტრთა კაბინეტის წევრთა უმრავლესობას ქონებრივი დეკლარაციები ჯერჯერობით არ შეუხსია. მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, თანამდებობის პირმა ქონებრივი დეკლარაცია ყოველ წელს თანამდებობაზე დანიშვნიდან 2 თვის ვადაში უნდა შეავსოს. ახლა კი მოკლედ დღის მთავარი და მნიშვნელოვანი ამბები მე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ. ბინარის რუსლან პაპასკირი მეტსახელად ზონა და რა კავშირი აქვს მას ლაფანყურის სპეცოპერაციასთან. სტამბულში აყვანილია 6 კაციანი კრიმინალური დაჯგუფება, რომელსაც ბრალი არაერთი ჩეჩენის მკვლელობაში ედება. მოკლულები კადიროვის ხელისუფლებასთან დაპირისპირებული იმარატის წევრები იყვნენ. სწორედ მათ მკვლელობაში მონაწილეობისთვისაა დაკავებული საქართველოს მოქალაქე რუსლან პაპასკირი, რომელიც პანკისის ჯამაათის წევრია და რომელიც კავკას ცენტრის ცნობით თურქეთში მოქმედ კრიმინალურ ჯგუფს იარაღით ამარაგებდა. პაპასკირის სახელი ასევე ფიგურირებს ლოპოტის ხეობაში ჩატარებულ ოპერაციასთან. საუბარია ქართულ სპეცსამსახურებთან კავშირზე და შუამავლის როლზე. ირკვევა, რომ ლაფანყურის დროს ქართულ სპეცსამსახურებთან თანამშრომლობდა ის პირი, რომელიც შესაძლოა კავშირში იყოს კადიროვის ხელისუფლებასთან. ცნობილი ხდება უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე უკანონო თვალთვალისათვის დაკავებული შინაგან საქმეთა სამინისტროს 2 თანამშრომლის ვინაობა. ერთ-ერთი მათგანი კუდის მეოთხე სამმართველოს ყოფილი უფროსია. გასულ კვირას დაკითხვაზე დაბარებული ერმალო ზებანოიძე პატიმრობაში დატოვეს, თუმცა მის ბრალდებებში ჯერჯერობით არ ფიგურირებს ციურიხის ეპიზოდი. არადა უკვე დადასტურებულია, რომ სწორედ ებანოიძე უსმენდა სოზარ სუბარსა და ვახტანგ კომახიძეს ციურიხში. შინაგან საქმეთა სამინისტროს მაშინ თავისი თანამშრომლობის საქართველოში დაბრუნება 20,000 ფრანკი დაუჯდა. როგორც აღმოჩნდა, ქართულ ჯაშუშებს არც შესაბამისი პროფესიონალიზმი ეყოთ. კუდის თანამშრომლება შვეიცარიელ ჟურნალისტებს არაერთი სამხილი დაუტოვეს. დანიშვნიდან ერთ თვეში უკვე მეორედ სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრ ზეწოლაში ადანაშაულებენ. საქმე კვლავ სამინისტროსაგან დამოუკიდებელ რგოლს ეხება. ფეხბურთის ფედერაციის შემდეგ ბრალდებებს ლევან ყიფიანს ძიუდოს ფედერაციიდან უყენებენ. ამჯერად უკვე ნახსენებია გვარები ივანიშვილი და ღარიბაშვილი. ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატი დავით ხახალეიშვილი აცხადებს, რომ სწორედ პრემიერი და შინაგან საქმეთა მინისტრი უხსენეს მას სპორტის მინისტრმა და შესაბამისი კომიტეტის თავმჯდომარემ. დაიბარეს თუ არა ღამის 11 საათზე ოლიმპიური ჩემპიონი სამინისტროში და მოსთხოვეს თუ არა მას შოთა ხაბარელის სასარგებლოდ კანდიდატურის მოხსნა. განმარტებები დღეს მინისტრის მოადგილემ გააკეთა. იგი უგლოვას პრევენციული ქმედებები. თბილისის მერიამ ფარული ჩანაწერების გამოქვეყნება დაიწყო. ვინ გეგმავს უგულავას წინააღმდეგ პროვოკაციას და რატომ თვლის მერია, რომ ამან მასობრივი მღელვარება უნდა გამოიწვიოს. თბილისის მერია სასაფლაოების თემით მანიპულირებს და დაგეგმილ პროვოკაციაში ბრალს ჟურნალისტებსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს დებს. ნანა ლეჟავამ და შალვა რამიშვილმა უკვე უპასუხეს მერიის განცხადებას. ბიზნა ივანიშვილის პირველი შეხვედრა მედიასთან პრემიერ-მინისტრის რანგში. 2 საათნახევრიანი კითხვა-პასუხი და 150-ზე მეტი ჟურნალისტი. პრემიერ-მინისტრმა დღეს თითქმის ყველა თემაზე ისაუბრა. მაღალჩინოსნების დაპატიმრება, მოსალოდნელი ამნისტია და პოლიტპატიმრების სია, ოქრუაშვილის დაბრუნება და მეცხრე არხის მომავალი. საუბარი იყო ასევე ტარიფების შემცირებაზე და პენსიების ზრდაზე.
და გადაცემის დასასრულს კიდევ ერთი ახალი არხი ქართულ ტელესივრცეში კიდევ ერთი ახალი არხის შესახებ ტელეკომპანია GDS, რომელიც სასწრაფო მაუწყებლობით უკვე რამდენიმე თვეა ეთერშია, ხვალიდან მაყურებელს მრავალფეროვან შემეცნებით გასართობ გადაცემებს შესთავაზებს. ლიტერატურული უწონადობა, ლეგენდა, ჯიდიპედია, დროის მანქანას არასრული ჩამონათვალია იმ გადაცემებისა, რომელსაც მაყურებელი 23 ნოემბრიდან იხილავს. აქ არის ახალგაზრდა რეჟისორთა განყოფილება. ახალი ტელევიზია სრულად ახალი კონცეფციითა და პროგრამით ქართულ მაყურებელს ბევრ უცნაურ, საინტერესო და ალტერნატიულ გადაცემას უმზადებს. ამ სტუდიებში რამდენიმე თვეა ის გადაცემები მზადდება, რომელსაც GDS-ის მაყურებელი ხვალიდან ნახავს. ბადე უკვე შედგენილია და ტელევიზიაში წინა საეთერო სამზადისია. მე მინდა რომ ჩვენი მაყურებელი თავიდან არ იყოს ძალიან კრიტიკული, იმიტომ რომ ძალიან პატარა დროის მონაკვეთში მოხდა თვითონ ძალიან ტელევიზიის შექმნა. რამოდენიმე გადაცემა გავა 23-ში და ნელ-ნელა მე დღეების განმავლობაში დაიწყება, მაგალითად სამშაბათს უკვე ლეგენდა გავა, ოთხშაბათს ლიტერატურული უწონადობა. პირველი გადაცემა, რომელსაც მაყურებელი ხვალ იხილავს, შემეცნებითი რეალიტი შოუ იქნება. ისწავლე GDS-თან ერთად. 16 კონკურსანტი ჩვენთან ერთად 2 თვის განმავლობაში ისწავლის თავის პროფესიას. უბრალოდ უფრო უკეთ დაეუფლება თავის პროფესიას. გადაცემათა ბადეში შესულია ჯიდიპედია, ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული 11 ჟურნალისტი სრულად განსხვავებული კუთხით წარმოადგენს ერთი შეხედვით ნაცნობ თემებს. ლიტერატურული უწონადობა კი იქნება გადაცემა ლიტერატურაზე, კულტურასა და საზოგადოებაზე. წარსულში ამოგზაურებს მაყურებელს დროის მანქანა. ამბები კი, რომლებმაც მხოლოდ ლეგენდების სახით მოაღწია ჩვენამდე, თორნიკე გოგრიჯიანის გადაცემაში გაცოცხლდება. აქ იქნება ყველანაირი საინტერესო ამბავი, შეიძლება იყოს მისტიკურიც, პარანორმალურიც, რაღაცა დოკუმენტური რაღაც მასალის შემდეგ ამის გაანალიზება, გაშიფრვა. ყოველდღე GDS-ის მაყურებელი ტოპ-10-ში მოისმენს ცნობილ ჰიტებს. სოფლიო ჰიტებს ვიღებთ რაღაცნაირად ჩუმად საიდუმლო მეთოდით ვარჩევთ და ათეულად ვალაგებთ. ნუ ტენდენციებსაც ვითვალისწინებთ, შესაბამისად ჯილდოებს ვითვალისწინებთ, ხალხის ხმებს, რა თქმა უნდა. შემდეგ უკვე Facebook-საც გვექნება ინტერაქტივები. ამ ოთახში კი ახლა ახალ იუმორისტულ პროექტებზე მუშაობენ. ორი გადაცემა დილას ექნება, ერთი ჯორჯია ჯობია და მესამე იქნება კიდე ეს გრანდიოზული პროექტი, რომელიც კლუბში გადავიღებთ. გადაცემა Little Britain გადიოდა ბრიტანეთში, ამერიკაში გადიოდა, მაგის მსგავსი გადაცემა იქნება, რა თქმა უნდა, გადმოქართულებული. იანვრის ბოლომდე GDS-ის ეთერი მთლიანად დაიტვირთება გადაცემებით, რომლებიც ყველა სეგმენტზეა გათვლილი. ალტერნატიული აზროვნება, ჩარჩოების მსხრევა, ბევრი იუმორი, მუსიკა და ხარისხიანი კინო. როგორც ხელმძღვანელები ამბობენ, GDS იქნება ტელევიზია, რომელიც ახალ სიტყვას იტყვის ქართულ ტელესივრცეში. და ბოლოს ეკაბერიძე მთავარი კითხვით სტუმრებისა და თემების შესახებ თავად გვესაუბრება ეკა საღამოშვიდობის. საღამოშვიდობის ანათია მივესალმები მაყურებელს. დღეს მთავარ კითხვას რეჟისორი რობერტ სტურუა უპასუხებს იმის შესახებ, თუ რა სტატუსით ბრუნდება რეჟისორი თეატრში, რომელიც მისი აზრით ქართველების ერთ-ერთი თეატრია, ოღონდ ეს იქნება გადაცემის მეორე ნაწილში. მანამდე რატომ გადაიდო პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში მაია ფანჯიკიძე? გადაცემის ბოლოს ახალი ხელისუფლების მთავარი გზავნილების შეფასებით ხათუნა ლაგაზიძე იქნება ჩვენი სტუმარი. ეკა მადლობა, მთავარი კითხვა რამდენიმე წუთში ახალი ამბის დასრულებისთანავე გავა ეთერში. თქვენ უყურებდით მე 9:09 საათზე ნათია ლაზაშვილთან ერთად. მე ხვალამდე გემშვიდობებით, ნახვამდის.